შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. დამსახურებული ჯილდო მეხუთე. ჟორდანიამ უარი განაცხადა საბჭოთა რუსეთთან კავშირზე, უარი განაცხადა დენიკინთან ბრძოლაზე და ანტანტის მხარეზე აშკარად გადავიდა. ამის ჯილდოთ იმპერიალისტური ევროპის წარმომადგენელმა უირდროპმა საქართველოს დამოუკიდებლობა მიართვა. პროკლამაციიდან დეკემბრის ბოლო იყო. სასადილო ოთახის სარკმელთა მჯდარი კორნელი ნაღვლიანად გასცქეროდა ყინულით დაფარულ მტკვრის ნაპირებს. ტალღები ყინულის ნამსხვრევებს მიაცურებდნენ და კორნელის თავშიც ყინულის იმ ნამსხვრევებივით მიცურავდნენ დაულაგებელი აზრისა და ფიქრის ნაწყვეტები. მეგობრების, ვანოსა და სხვათა დაპატიმრების მერე იგი გარე სამყაროსაგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. კორნელი რაღაც დიდ სიცარიელეს გრძნობდა. არაფერი ხეირიანი არ მოსდიოდა თავში და ვერაფერს ვერ წერდა. ახლა ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ უნიჭო იყო. მან მედიცინის დარგში მუშაობას თავი გაანება. იგი გიმნაზიიდან დათას მოსვლამდე სარკმელთან წიგნებში თავჩარგული იჯდა. დათას მოსვლის მერმე კი თავის ოთახში გადაბარგდებოდა. ახლა დეიდას ოჯახშიც ზედმეტად გრძნობდა თავს და ბინის გამოცვლას აპირებდა. იგი მიუყარებელი, მარტოობის მოყვარული, კუშტი და გულჩათხრობილი შეიქმნა. ღამით უძილობაც დასჩემდა, რასაც მეზობლის ავადმყოფი ბავშვის დაუსრულებელი ტირილიც უწყობდა ხელს. კორნელი გახდა, დასუსტდა. ხშირად უტყდებოდა გულის წუხილი და დედა გულის გასამაგრებელ წამლებს ასმევდა. სასადილო ოთახში მწოლიარე ტერეზა ღამეში 10-ჯერ მაინც ადგებოდა, დერეფანს გაივლიდა, კორნელის ოთახის კარს ჩუმად შეაღებდა და შვილს დახედავდა. ოთახში მუდამ სინათლე ენთო და კორნელი ზამთრის გრძელ ღამეებში განთიადამდე წიგნს კითხულობდა. დედა დაუსრულებელ ნოტაციების წაკითხვას თავს არიდებდა და გულშემოყრილი უკანვე გაბრუნდებოდა. გლოვით წელმოწყვეტილი ქალი დაწვებოდა და ახლა ისიც ძილფხიზლობდა. ფართო შეშინებული თვალებით მიშტერებოდა ჭერს და სნეული შვილის ჯამრთელობაზე იწყებდა ფიქრსა და წუხილს. კორნელი უსისტემოდ კითხულობდა ახლა წიგნებსა და ჟურნალებს. ხან ჰეგელის ისტორიის ფილოსოფია, ან პლეხანოვის მონისტური თვალსაზრისი ისტორიაზე, ხან კერუს შტერნეს სოფლიო მისი წარსული, აწმყო და მომავალი, ხან გეკელის მსოფლიო ამოცანები გაიტაცებდა, ან კიდევ ტოლსტოის, ან ბალზაკის რომანები და მოთხრობები, ვოლტერი, რუსოს აღსარება, ესქილეს, სოფოკლეს და ევრიპიდეს ტრაგედიები. ყველაფერს კითხულობდა ახლა იგი, რაც კი ხელში მოხვდებოდა. წიგნების კითხვით ცდილობდა, გაქცეოდა მარტოობას და მოწყენას. საყვარელ ქალთან გაყრის, მეგობრების დაპატიმრების მერმე უკვე აღარაფერი აღარ ახარებდა მას.
შვაღამისას ქალაქში ჩამოვარდნილი დიდი სიჩუმე აშინებდა და ეჩვენებოდა თითქო სიხარულით სავსე წინანდელი მისი პირადი ცხოვრების დანგრევასთან ერთად მთელი ქვეყანა დაინგრა, დაცარიელდა და წყდიადმა მოიცვაო. ღამის სიჩუმეში იგი ხშირად საქართველოს ბედიღბალზე ფიქრობდა. ბაგრატის ტაძრისა და სხვა ციხესიმაგრეთა ნანგრევები აგონდებოდა და თავისი ქვეყნის დიადი წარსულის წაშლა სავალალო აწმყო და უიმედო მომავალი აშინებდა. მომავლის იმედი უცრულდებოდა და მაშინ სამშობლო ისე როგორც ისტორიის ასპარეზიდან გადასული ძველი გამქრალი ქვეყნები მკვდარ სასაფლაოდ ეჩვენებოდა. ხანდახან ნაშვაღამებს დაკარგული იმედის ნიშანივით თუ შემოესმოდა შორეული მატარებლის გულის დამაღონებელი კივილი. ასეთ სასოწარკვეთილებას, დიდ სიცარიელეს და სევდას გრძნობდა კორნელი, ეკონომიურად გაჩანაგებულ და მენშევიკების მიერ დაღუპვის კარამდე მიყვანილ საქართველოში და იმ დიდი სევდის და სიცარიელისაგან გამოსავალს მოუთმენლად ელოდა. მასში სიხარულს ბადებდა რუსეთიდან მოსული ცნობები. თანდათან ნათელი ხდებოდა, რომ კონტრრევოლუციურმა არმიამ იქ დამარცხება განიცადა. საბჭოთა ჯარების მიერ მიტანილი იერიშების გამო იგი სწრაფად იხევდა სამხრეთისაკენ. ყოველი ახალი ცნობა კორნელის გულში იმედს, სიმხნეს და მოქმედების წყურვილს ბადებდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ რევოლუციის გამარჯვება იქ ჩრდილოეთში დაჩაგრულ ერებს თავისუფლებას მიანიჭებდა და საქართველოს ბედსაც გადასწყვეტდა. მას ისიც სწამდა, რომ მისი ბედიც რევოლუციასთან იყო დაკავშირებული. ვინ იცის, იქნებ თავისუფლებისა და შვების მომტანმა იმ ქარიშხალმა ჩემი და ნინოს გაწყვეტილი სიყვარულიც აღადგინოს, ფიქრობდა კორნელი. 1920 წლის 9 იანვარს ღამით სამოქალაქო ომის ფრონტზე დიდი გარდატეხა მოხდა. დონის როსტოვი დაეცა. დონის როსტოვთან განადგურების მერმე დენიკინის არმია ორად გაიყო. ერთი დნეპრისაკენ, ხოლო მეორე ჩრდილოეთ კავკასიისაკენ გაეშურა. ეს ამბავი კორნელის კარო იარალოვმა შეატყობინა. იგი თავისი გარმონით ღამით ესტუმრა მას და თან ვანო მახათაძის ბარათი მოუტანა. ვანო კორნელის წერდა: კორნელი ჩემო, წარმოიდგინე ჩემი სიხარული და აღტაცება, როდესაც ჩვენი რევოლუციური ჯარის მიერ დენიკინის ლაშქრის განადგურება და ცარიცინისა და როსტოვის აღება გავიგე. საბჭოთა რუსეთმა გაიმარჯვა. იქ უკვე სოციალიზმის დამყარება დაიწყეს. მთელი ქვეყნის ხალხები იმედებითა და შვებით გასცქერიან და თვალს ადევნებენ რუსეთს. არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ჩვენს დედამიწაზე ჩახდება ახლა დიდი გამათავისუფლებელი ბრძოლა. ახლა შენც კარგად გესმის, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოვეთიშოთ ამ ბრძოლას. საკითხი ხომ ჩვენი ხალხის ბედნიერებასაც შეეხება. მართალია ჩვენი აჯანყება დამარცხებით დამთავრდა, მაგრამ იგი მაინც სარგებლობას მოგვიტანს. ჯერა, რომ საქართველო საბჭოთა რუსეთთან ერთი გზით ივლის. კორნელი, ჩემო, როგორ ცხოვრობ? ჩემამდე მოაღწია ხმებმა, მარომ გადმომცა. კორნელი მოწყენამ შეიპყრო. არაფრად არ ვარგა ეს ამბავი. შენ ხომ სწორ გზაზე მოხვალ და სწერდი კარგ მოთხრობებს. მაშ რისთვის ხა უნდა დაეცე სულით? ფარხმალი არ დახარო. გახსოვდეს, ჩვენ გავიმარჯვებთ. მაგრამ გამარჯვება უბრძოლველად არ მოდის. საჭიროა სიმტკიცე, მამაცობა, მომავლისადმი რწმენა. საჭიროა თუ გნებავს ფანატიზმიც. შენ რომ ასე გაშინებს, შენი ვანო. ვანოს ბარათის წაკითხვის მერმე
კორნელის გულს იმედი ჩაესახა და ფრთები გამოესხა, მაგრამ კაროს რჩევით ბარაც ცეცხლი წაუკიდა და ღუმელში შეაგდო. ალი ერთბაშად მოედო ქაღალდს და შთანთქა. შავ ფერფლად ქცეულ ქაღალდს მხოლოდ ბოლოში დარჩენოდა მკრთალი და მოთეთრო ასოები. კორნელიმ გარკვევით ამოიკითხა ორი სიტყვა, რწმენა და ფანატიზმი. ბოლოს ესეც დაიწვა, ფერფლი სუნთლად ჩაიფუშა და ქაღალდი ნაცრად იქცა. კორნელის გული დაწყდა. რწმენით სავსე მეგობრის ბარათი ცეცხლს რომ მისცა, მაგრამ ამ ბარათის შინაარსი სამუდამოდ აღიბეჭდა მის მეხსიერებაში. კარომ მეტეხსა და იქ მოთავსებულ პატიმრებზე უამბო. იცი ვანოსთან ვინ ზის? ვინ? კამო. მაშ იგი ამას წინათ მოუყვანიათ მეტეხში და მახარაძის, დალაქიშვილისა და ცაბაძის კამერაში ჩაუსვამთ. როდესაც კამოს გაუგია, რომ ვანო, ნიკო, მიტო და სხვა ახალგაზრდები მეზობელ კამერაში არიანო, უმალვე ვანოსთან, ახალგაზრდებთან გადასვლა მოუთხოვია. მახარაძესთან, დალაქიშვილთან და ციბაძესთან ჯდომა არ მსურსო. ესენი მცოდნე ინტელიგენტები, მეშჩანები და ბიუროკრატები არიანო. იგი ვანოს კამერაში გადაუყვანიათ, მას ახალგაზრდები გარ შემორტყმიან და კამოს მათთვის უთქვამს: ციბაძესთან ერთ ჭერქვეშ ღამეს ვერ გავათევ. ციბაძემ კავკასში ბუაჩიძის, ვანოს და ჩემს მიერ დაპატიმრებული თეთრი გენერლები შეიბრალა. მათ ფიცსა და სიტყვას დაუჯერა, გაათავისუფლა და ის გენერლები ახლა ჩვენ გვებრძვიანო. მალე მახარაძის, დალაქიშვილის, ცაბაძის და კამოს განთავისუფლების შესახებ ციხის უფროს განკარგულება მიუღია. მახარაძე, დალაქიშვილი და ციბაძე საპატიმროდან გასულან, ხოლო კამოს ვარი განუცხადებია და ჩვენი ბიჭებისათვის უთქვამს: ტარვალების სურვილით მოწყალებით ჯერ ჩემს დღეში ციხიდან არ გავსულვარ და არც გავალო. მუდამ ხერხს მივმართავდი და ციხიდან ისე ვიპარებოდი და გავრბოდიო. ახლაც ხერხისათვის მიუმართნია, განჯინა საკნის იმ კედელთან მიუდგამს, რომელიც მტკვრის მაღალ კლდეზე არის ამართული. აგერ უკვე რამდენიმე დღეა თურმე კამო ღამით კარებთან დარაჯს დააყენებს, განჯინას გამოსწევს და კოვზის ტარით, ლურსმანითა და ჯიბის დანით კედელს ხეხავს, ქვითკირს არღვევს, აგურებს იღებს და ყვრისაკენ ხვრელს აკეთებს. მერმე განთიადისას აგურებს ისევ თავის ადგილას შეაწყობს, კედელს განჯინას მიადგამს, გაჯი და კირიკი მოხერხებულად გააქვთ პატიმრებს ეზოში. მართლაც იატაკქვეშ ცნობილმა პროფესიულმა მომუშავემ, მოუსვენარმა კამომ მალე კედელში მტკვრისაკენ ხვრელი გაიყვანა და ის, ვანო, ნიკო, მიტო, გიგა და სხვანი ღამით ციხიდან გაიპარდნენ. იატაკქვეშ მუშაობის გარეშე ცხოვრება კამოს ვერ წარმოედგინა. იატაკქვეშ მუშაობა, სიძნელეთა გადალახვა, საშიშროებასთან და სიკვდილთან თამაში მისთვის ერთგვარ აზარტად და ბოლოს პროფესიადაც იქცა. შვიდობიანი ცხოვრება მას უკვე აღარ შეეძლო და იგი თვითვე ეძებდა ხიფათს და ფათერაკს. მას საქართველოში, რუსეთში და საზღვარგარეთაც ისეთი საშიში შემთხვევები, ფათერაკი და თავგადასავალი ჰქონდა იატაკქვეშ მუშაობის დროს გამოვლილი, რომ მეტეხის ციხიდან გაპარვა მისთვის უმნიშვნელო ამბავს წარმოადგენდა. კამოს თავგადასავლებზე საუბარი კაროს არ მოსწყინდებოდა. ვანოს წერილის მერმე კორნელის უკეთესობა დაეტყო და ქალაქში გასვლა გადაწყვიტა. ზიანი დილა იყო. კორნელიმ პალტო ჩაიცვა, ყავარჯნები მოიმარჯვა და
კიბეზე ფრთხილად ჩავიდა. იგი ძალზე დასუსტებული იყო. ეზოში და ქუჩაში გასულს სუფთა ჰაერმა თავბრუ დაახვია. კორნელი დაჭრილ ფეხს, რომელზედაც ქეჩის წაღი ეცვა, მიწას ვერ აკარებდა. ვერის აღმართზე ასვლა უჭირდა. იგი ხშირად ჩერდებოდა და ისვენებდა. ასეთი ტანჯვით აიარა აღმართი. რუსთაველის პროსპექტზე კი სიარული უფრო გაუადვილდა. მზე ქუჩის მარცხენა მხარეს მისდგომოდა და ხალხიც მას ეტანებოდა, როგორც შემოდგომის ბუზები მზისაგან განათებულ სარკმელს. კორნელი პროსპექტის მარცხენა მხარეს გაჰყვა. მას სტუდენტური პალტო ეცვა და ლურჯი ქუდი ეხურა. ოპერასა და დრამატულ თეატრს ჩაუარა, ალექსანდრეს ბაღში შევიდა და მზიან ადგილას გრძელ სკამზე დაჯდა. სიარულს გადაჩვეული და გასივებული გაჭრილი ფეხი მაშინვე სკამზე შემოსდო. კორნელი დიდი მანძილის გავლას დაეღალა, გაფიქრებულიყო, ჩქარა და ღრმად სუნთქავდა. იგი ბაღში დასასვენებლად შემოსულ, მზეზე მთლემარე მოხუცებს, ყოფილ სოუდაგრებს, მეფის ყოფილ მოსამსახურეებს, დედაბრებს და ხეივანში მოსეირნე ხალხს გასცქეროდა. უეცრად კორნელიმ ხეივანში მიმავალი მხატვარი მიხა მაჭავარიანი დაინახა. თვალი მოარიდა. ქაშვეთის ტაძარს გახედა და მაშინვე მოაგონდა, დღეს რომ 14 იანვარი ნინოობა იყო. შეკრთა, სკამის ზურგს მიაწვა, თვალები დახუჭა და ფიქრებს გაჰყვა. ცოტა ხნის მერე კორნელი ბაღიდან გამოვიდა. ჭიშკართან კუკური ზარანდია და ლევან ქორიძე შეეყარნენ. ამ დროს პროსპექტზე შინაგან საქმეთა მინისტრმა რამიშვილმა მანქანით ჩაიქროლა. მინისტრი და ლევან ქორიძე ერთმანეთს მიესალმნენ. ქორიძე მენშევიკი იყო და მენშევიკურ ხელისუფალთა შორის ტრიალებდა. დამფუძნებელ კრებაზე ნოე ჟორდანიას გამოსვლას მოელოდნენ. მალე წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება. აჩქარებდა ქორიძე კუკურის. კუკური მინისტრს თვალი გააყოლა და მერმე ქორიძეს მიუბრუნდა. კორნელიც წავიყვანოთ. არა მგონია ჩვენი დამფუძნებელი კრება კორნელისთვის საინტერესო იყოს. ეგ მხოლოდ სახალხო კომისართა საბჭოს და საბჭოთა რუსეთს ცნობს. მიუგო ქორიძემ და დამცინავი ღიმილით კორნელის გადახედა. მას გოჯასპირი და კომკავშირის არალეგალურ გაზეთში ამას წინათ დაბეჭდილი დარო ჰქონდა წაკითხული. კორნელი ლევან ქორიძეს დიდი ხანია იცნობდა. ქორიძე სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და მოწაფეობის დროს იმ ლიტერატურულ წრეში შედიოდა, რომელშიც კორნელი და მისი მეგობრები მუშაობდნენ. მაშ ანტანტას უნდა ვცნობდე, ჰკითხა კორნელიმ ლევანს. მაგ საკითხზე პასუხს დამფუძნებელ კრებაში დღეს სწორედ ჟორდანია იძლევა. თუ გაინტერესებს, წამოდი და მოусმინე. უკეთეს პასუხს საქართველოში ვერც ჩემგან და ვფიქრობ ვერც სხვა ვინმესგან მოისმენ. მიუგო გვარდიელების მაზარაში და ჩექმებში გამოწყობილმა მაღალმა და გამხდარმა ქერაკაცმა ლევან ქორიძემ. მას ეჩქარებოდა და კამათისათვის არ ეცალა. იგი გვარდიის მთავარი შტაბის წევრი იყო. გვარდიელთა შორის პოლით საგანმანათლებლო მუშაობას ხელმძღვანელობდა და მენშევიკური იდეოლოგიის ნიადაგზე მდგარ პოეტებს და მწერლებს მეგობრობდა და ჯარში ამუშავებდა. დამფუძნებელ კრებაზე ვინ შემიშვებს? ჰკითხა კორნელიმ. საშვებს მეგიშოვი, მიუგო ქორიძემ. ლევანი დამფუძნებელი კრების საკომენდატოში შევიდა და ორი საშვი გამოიტანა. კუკური და კორნელი ჩრდილოეთის კარებიდან შევიდნენ სასახლეში და ფართო კიბით დარბაზის ქანდარაზე ავიდნენ.
სხდომა თეთრ დარბაზში მიმდინარეობდა. ქანდარიდან კორნელიმ დეპუტატებით სავსე პარტერს გადახედა. პარტერის წინ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრები ისხდნენ. მაგიდის უკან სავარძელში ნოე ჟორდანია, ჩხეიძე და წერეთელი. დარბაზის მარჯვნივ ლოჟაში ანაფორით, კუნკულაქუდით და ოქროს ჯვრით ეგზარქოსი ლეონიდე და ეპისკოპოსები. მერმე უცხოური სტუმრები და გენერლები გამოჭიმულიყვნენ. პირველ ლოჟაში შავ კოსტუმში გამოწყობილი, წვერ ულვაშ გაპარსული, ცისფერთვალებიანი, გამხდარი ქერაკაცი, ინგლისის ელჩი ოლივერ უირდროპი და მისი მხლებლები ისხდნენ. მეორეში საფრანგეთისა, მესამეში იტალიისა და ასე შემდეგ. პარტერი იმ ლოჟების სრულ კონტრასტს წარმოადგენდა. იგი სავსე იყო დამფუძნებელი კრების უხეიროდ ჩაცმული წევრებით. დამფუძნებელი კრების წევრთა საერთო რიცხვი 125 კაცს უდრიდა. აქედან სოციალ-დემოკრატებს 100 კაცი ჰყავდათ, სოციალ-ფედერალისტებს 9, ნაციონალ-დემოკრატებს 8, სოციალ-რევოლუციონერებს 5, დაშნაკებს 2 და მუსავატელებს 1. ასეთი პროცენტული თანაფარდობისა და შეუსაბამობის გამო მენშევიკები სხვა პარტიათა წარმომადგენლების აზრს არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ. მარჯვენა და მარცხენა ფრთა ნაციონალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების დეპუტატებს ეჭირათ და ამათ სხვებზე უკეთეცვათ. ნაციონალ-დემოკრატების ჯგუფში კორნელიმ დეპუტატად ახლახან არჩეული ესტატე მაყაშვილი დაინახა. ესტატე თვალმოუშორებლივ მისჩერებოდა მთავრობის წევრთა შორის მჯდარ ჭაღარა კაცს, ნოე ჟორდანიას, რომლის ჩაცმულობა არ მოსწონდა და უკვირდა. პრეზიდენტი მარჯვენა მხარს ხანგამოშვებით რა დაწვალებს და რას ათამაშებს? კანტუზია ხომ არ მოსვლია? ჟორდანია ღელავდა და დროდადრო უცხო ქვეყნების ელჩების ლოჟისაკენ დარცხვენით იხედებოდა და ფიქრობდა, საპატივცემულო სტუმრები ჩვენს პარლამენტს ხომ არ დასცინიან. როდესაც კორნელი ქანდარაზე ავიდა, შინაგან საქმეთა მინისტრის რამიშვილის მოხსენების გარშემო კამათი უკვე დამთავრებული იყო. ახლა ტრიბუნაზე გამხდარი, ფერმკრთალი, წოწოლა ქალი იდგა და ტრაგიკული სახით და გაპრანჭული ხმით დადგენილებას კითხულობდა. იგი ძალზე ღელავდა, უცხოური ენისათვის ბუნებრივ და ქართული ენისათვის უჩვეულო מחვილებს და ინტონაციას მიმართავდა. დამფუძნებელმა კრებამ მოისმინა, რა შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის მოხსენება დაადგინა პირველი, მეორე, მესამე. ქალი დამფუძნებელი კრების დადგენილების მუხლობრივ კითხვას განაგრძობდა და მისი აკანკალებული გამყინავი ხმა და უცხო ინტონაცია დარბაზში სასაცილოდ გაისმოდა. იქნებ ევროპაში ნაცხოვრები, მკერდ ჩავარდნილი, მენშევიკი ქალის სურვილი იყო ევროპელი ელჩების თვალში საქართველოს დამფუძნებელი კრება და ქართული ენაც ევროპული ქვეყნების პარლამენტებისათვის და ევროპული ენისათვის მიემსგავსებინა. ვინ იცის? კორნელიმ დამცინავად გაიღიმა. ქანდარიდან პარტერს გადახედა და გაოცდა. ქალს თითქმის არავინ ყურს არ უგდებდა. წვერულვაშ გაუპარსავი, შავი სატინის ხალათებში და დაჭმუჭმულ პიჯაკებში გამოწყობილი ნოქრების, მეწვრილმანეებისა და ბიჭბუჭების მსგავსი დეპუტატები ერთმანეთისაკენ მიბრუნებულიყვნენ და ხელების ქნევით, ნაპირ გადასული, ჟესტ მიმიკით ხმამაღლა და ჩქარა საუბრობდნენ. ზოგნიც ქმუტავდნენ, ერთმანეთისაკენ იხრებოდნენ
ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ და ბრიყვულად იცინოდნენ. ზოგნიც ფეხგაშვებით სავარძლებში უზრდელად გაშხლართულიყვნენ. უცხოურ სტუმრებს გაოცებით ხახა დაღებული მიჩერებოდნენ, ან კიდევ ყოფილი მეფის ნაცვლის თეთრი დარბაზის ჭერში დაკიდებულ ბროლის ვეება კანკელს განცვიფრებით მიშტერებოდნენ. პარტერში ისეთი დეპუტატებიც იყვნენ, რომლებიც თითს ცხვირში იჩხერდნენ და ცხვირს იჩიჩქნიდნენ. მათ შორის კორნელიმ თავისი რძლის, კატოს მამიდაშვილი, სენატორი ვარლამ კუტალაძე, ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, მუდმივი სტუდენტი, ცნობილი დემაგოგი, თავქარიანი, ქარაოცი, მექრთამე და ხელცივი გამხდარი პატარა კაცი კაკო ჩაჩანიძე იცნო. მას ვეება, შავი თვალები, შავი ულვაშები ჰქონდა. კაკოს ხან ხარაბუზას და ხან კიდევ კოკაჟუკს ხოჭოს ეძახდნენ. იგი კარისმერეთელი იყო. კორნელის 1915 წელი თავისი მოწაფეობის ხანა მოაგონდა, როდესაც ზაფხულის არდადეგებზე კარისმერეთის ბაღში კაკო ჩაჩანიძე ორატორული ხელოვნების დაუფლებისათვის ვარჯიშობდა. კაკო ჟუკი ღამით ცარიელი ბაღის პატარა ესტრადაზე ადიოდა და არარსებულ ხალხს მიტინგს ყალბი პათოსით მიმართავდა, ყვიროდა და იჭაჭებოდა. ამხანაგებო, მოგესალმებით თქვენ ნახახულევის პროლეტარიატის სახელით. ნახახულევში კი პატარა აგურის ქარხანა იყო, სადაც სულ 7 კაცი მუშაობდა და აყალოს მიწისაგან აგურს და კრამიტს ამზადებდა. მისალმების მერმე კაკო ჟუკი განაგრძობდა. დღეს, როდესაც მუშათა კლასი და ბურჟუაზია ხელი-ხელ ჩაკიდებული მუშაობენ, მაშინ, როდესაც როლში შედიოდა ორატორი და სწორედ მაშინ კარისმერეთის ყოჩი, მოჩხუბარი და თავზე ხელაღებული იასონ ჯანჯღავა ესტრადაზე შეუმჩნევლად ავიდოდა, კაკოს მიეპარებოდა, მასთან ზურგშექცევით დადგებოდა და ისე ძლიერად დაეჯახებოდა, რომ ორატორს სიტყვა ჩაუწყდებოდა და ესტრადიდან, ტრიბუნიდან თავდაყირა ვარდებოდა. იასონის მეგობრები სტუდენტი ვანიკო ღოღობერიძე, სპეკულანტი ანტუშა ნიორაძე და სხვები კი კაკო ჟუკს სიცილს აყრიდნენ, ხელს კრავდნენ, ერთმანეთს ესროდნენ, აბურთავებდნენ და აპამპულავებდნენ. მიუხედავად ამისა, კარისმერეთში გაპამპულებული ის ქარაოცი და თავქარიანი კაცი, ხალხში სასაცილოდ აგდებული უნიჭო ორატორი და უვიცი პროპაგანდისტი ახლა ვაჭრობის მინისტრის მოადგილე იყო. დამფუძნებელი კრების ტრიბუნაზე გამოდიოდა და მას აუდიტორია სერიოზულად უსმენდა. ის თავქარიანი, უვიცი, მეტიჩარა და ფილისტერი კაცი კაკო ჟუკი კორნელის რატომღაც მენშევიკების სინონიმად ჰყავდა წარმოდგენილი. რა საცოდავი უნდა იყოს ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი უსუსური პარლამენტი და პამპულა დეპუტატები ჰყავს. ვაი ჩვენ შავ დღეს, უთხრა კორნელიმ კუკურის. შენ ყველაფერს და ყველას დასცინი და ქეზაფს ასხამ. არ ვარგა ეს, მიუგო კუკური, მაგრამ ამ დროს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა. მოქალაქენო, დღის წესრიგში მეტად სერიოზული საკითხი დგას. ამას წინათ საბჭოთა რუსეთმა ჩვენ სამხედრო კავშირი და დენიკინის წინააღმდეგ საერთო ძალით გალაშქრება შემოგთავაზა. საბჭოთა რუსეთის ნოტას ჩვენ უარით ვუპასუხეთ. ჩვენი უარი იმით დავასაბუთეთ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომისადმი ნეიტრალიტეტს იცავს. ჩვენი მთავრობის ბრძნულ პოლიტიკას უნდა მიეწეროს ის გარემოება, რომ გუშინ წინ 12 იანვარს
ანტანტის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს მთავრობა დე-ფაქტოდ იცნო. ამ საკითხების გამო სიტყვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს ნოე ჟორდანიას ეძლევა. ნაცრისფერ კოსტუმში ხალვათად გამოწყობილი ჟორდანია ადგა. ნელი ნაბიჯი თავიდა ტრიბუნაზე, თავი ასწია, მხრები აიჩეჩა და დეპუტატებს და ლოჟაში მჯდომ უცხოურ ელჩებს თვალი მოავლო. მერმე შუბლი შეიჭმუხნა და დაიწყო. მოქალაქენო, დამფუძნებელი კრების წევრნო, თქვენ უკვე იცით, რომ საბჭოთა რუსეთმა ჩვენ რომ სამხედრო კავშირი შემოგთავაზა, ენა დაება პრეზიდენტს. ჩვენ მას ამაზე გადაჭრით უარი უთხარით. თქვენ ალბათ იცნობთ ჩვენს პასუხს. რას ნიშნავს ეს კავშირი? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კავშირი უნდა გაგვეწყვიტა ევროპასთან, როგორც ეს ბოლშევიკებმა ჩაიდინეს და თვალი უნდა მიგვეპყრო აღმოსავლეთისათვის, სადაც ისინი ეძებენ თავის ახალ კავშირებს. საქართველოსა და რუსეთის გზები აქაც გაიყარნენ. ჟორდანიამ მხრები აიჩეჩა და ელჩებისაკენ გაიხედა. ევროპისა და რუსეთის ხსენებაზე ისინი შეიშმუშნენ და ყური თარჯიმნებს ათხოვეს. ინგლისის ელჩმა ოლივერ უირდროპმა გაიღიმა და კმაყოფილებისა და დასტურის ნიშნად თავის ქნევა და კანტური დაიწყო. ჟორდანიამ შენიშნა ეს და გაეხარდა. ჩანს ინგლისმა ჩვენი რესპუბლიკის დე-იურე ცნობა გადასყვიტაო. იგი დახმარებას გაუწევს მას გარეშე მტრებთან და ბოლშევიკებთან ბრძოლაშიო. წამიერად გაიფიქრა მან. ამას წინათ საუბარში ინგლისის ელჩი სწორედ ასეთ იმედს აძლევდა მას და თანაც ურჩევდა. თუ თქვენ გსურთ ინგლისმა, ამერიკამ და საფრანგეთმა თქვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა იცნოს, უნდა მტკიცედ დაარწმუნოთ ისინი იმაში, რომ თქვენ ჩვენთან მეგობრული კავშირის ნამდვილი მოწადინე ხართ. ამიტომ თქვენ საბჭოთა რუსეთს, ბოლშევიზმს საბოლოოდ უნდა გამოეთიშოთ, მის წინააღმდეგ გაილაშქროთ და დენიკინს ხელშესახები დახმარება აღმოუჩინოთ. რაზედაც უორდროპმა ჟორდანიას თანხმობა მიიღო. ჩვენ ბატონო ელჩო, დაარწმუნა ჟორდანიამ უირდროპი, უკვე გავეთიშეთ საბჭოთა რუსეთს და ვებრძვით ბოლშევიკებს ჩვენს განკარგულებაში არსებული ყველა საშუალებით. ამას მოწმობს ბოლშევიკური აჯანყების ჩაქრობა საქართველოში გასული წლის ნოემბერში და ის რეპრესიები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ბოლშევიკების წინააღმდეგ. რაც შეეხება გენერალ დენიკინს, მასთან ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. მას შეუძლია სრულიად დამშვიდებული იყოს თავისი ზურგის გამო და მოხსნას ყველა თავისი ჯარი ჩვენს საზღვრებიდან. უირდროპი მეტად კმაყოფილი დარჩა ასეთი პასუხით და მაშინვე დაარწმუნა ჟორდანია, რომ ანტანტის სახელმწიფოები უთუოდ ცნობენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დე-იურე და აი საბჭოთა რუსეთზე თავდასხმისა და ევროპის შექების მერმე პრეზიდენტმა ხელი აღაპყრო. განცვიფრებული თვალებით სადღაც შორს გაიხედა, თითქოს შთაგონების ქვეშ იმყოფება, ჭეშმარიტებას მიაგნო და თითქოს ქართველ ხალხს ისტორიულ გესს და გზას უჩვენებსო. ასეთი არტისტული პოზისათვის ჟორდანიას არასოდეს არ მიუმართავს. ალბათ თავს აწონებდა მისტერ ოლივერ უორდროპს და ევროპის ქვეყნების სხვა ელჩებს.
ჟორდანიამ ხმას აუწია და რიხიანად განაცხადა: ჩვენი გზა ევროპისაკენ მიდის, რუსეთის გზა კი აზიისაკენ. ვიცი, ჩვენი მტრები იტყვიან, რომ ჩვენ იმპერიალისტების მხარეზე ვართ, ამიტომ აქ უნდა განვაცხადო აღმოსავლეთის ფანატიკოსებს დასავლეთის იმპერიალისტები მირჩევნია. დამფუძნებელი კრების დეპუტატებმა ტაში დასხეს და ჟორდანიას ოვაცია მოუწყვეს. მერმე თავისი ლიდერის სიტყვა, როგორც სიბრძნის ნიმუში, ისტორიული დიდი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი და სამოქალაქო პროგრამა ათასობით დაბეჭდეს და ხალხში გაავრცელეს. დამფუძნებელი კრების სხდომის დამთავრების მერმე სასახლის ერთ-ერთ დარბაზში პოეტმა პლატონ მოგველაძემ და რაფიელ ახვლედიანმა ნოე რამიშვილთან და ევგენი გეგეჭკორთან მოსაუბრე ესტატე მაყაშვილი და ჟურნალისტები გენადი ქადაგიშვილი და ერემო გოდებანიძე დაინახეს. ჟორდანიას სიტყვა უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა. ქალაქის მშრომელი მასა ჟორდანიას ჰკიცხავდა, ხოლო ნაციონალისტები კი აქებდნენ და ადიდებდნენ. პოეტები მინისტრებს, ესტატე მაყაშვილს, მეგობარ ჟურნალისტებს მიესალმნენ და თავისი აღტაცება მოახსენეს. დღეს, დღევანდელი დღე, ისტორიული დღეა, განაცხადა პლატონ მოგველაძემ. ჟორდანიამ სწორი პოლიტიკური კურსი აიღო. დღეს რესპუბლიკის პრეზიდენტმა იურიდიულად საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს. საქართველოში ყველა კლასი და წოდება, ყველა პარტია და ორგანიზაცია საერთო ნაციონალურ პლატფორმაზე უნდა შეკავშირდეს. ეს ჩინებული რამ არის, მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია. მიმართა მან რამიშვილს და გეგეჭკორს. ჩვენი პარლამენტის თავზე ეროვნული დროშის ნაცვლად წითელი დროშა რა თფრიალებს. ესტატე მაყაშვილმა მაშინვე ჩასჭიდა ხელი მოგველაძის განცხადებას და დაამატა. ეს წითელი დროშა მუშათა კლასის ბრძოლისა და რევოლუციის ემბლემაა და იგი სრულიად არ გამოხატავს ქართველი ხალხის ერთობლივ სულისკვეთებას. ჩვენ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს თავისი ეროვნული დროშა აქვს და საქართველოს პარლამენტის თავზე ის უნდა აღიმართოს. უთუოდ დაუდასტურა მოგველაძემ. რამიშვილმა და გეგეჭკორმა თავი ჩაჰკიდეს. მცირე ხნის დუმილის მერმე მაღალმა, გამხდარმა და ფერყმრთალმა კაცმა ნოე რამიშვილმა გაიღიმა და ესტატე მაყაშვილს, პლატონ მოგველაძესა და რაფიელ ახვლედიანს უთხრა: ეს ჩვენთვის უხერხულია. ჩვენ რომ ეს ჩავიდინოთ, ბოლშევიკები დემაგოგიას მიმართავენ, რევოლუციის ღალატს დაგწამებენ და მათ ყაყანს თავს ვერ გავართმევთ. ეს საქმე თქვენ, ნაციონალ დემოკრატებს და ფედერალისტებს შეგფერით და თქვენ უნდა იკისროთ. მენშევიკურ მთავრობას უკვე გამოტანილი ჰქონდა დადგენილება წითელი დროშის ნაციონალური დროშით შეცვლის გამო და რამიშვილმა სხვისი ხელით გადაწყვიტა ამ საქმის მოგვარება. მცირე თათბირის მერმე ესტატე პლატონი, რაფაელი, გენადი ქადაგიშვილი და ერემო გოდებანიძე თავიანთი კლუბებისაკენ გაეშურნენ. კლუბში ფუსფუსი, განგაში და დიდი მზადება დაიწყო. ნაციონალ დემოკრატებისა და ფედერალისტების ლიდერებმა ქალაქში სასწრაფოდ შიკრიკები დაგზავნეს და პარტიის წევრები იხმეს. მათ სახელდახელოდ ყველა ჯურის, რუსული, გერმანული, ინგლისური და ფრანგული სისტემების უვარგისი, დაჟანგული თოფები დაურიგეს და მწყრივში დააყენეს. სახელდახელოდ შეგროვილი რაზმელები
ოფიცერთა მეთაურობით საღამოს 5 საათზე დამფუძნებელი კრების შენობისაკენ გაეშურნენ. ფედერალისტების რაზმი, რომელსაც პოლკოვნიკი გედევანიშვილი მეთაურობდა, განსაკუთრებით ჭრელი შემადგენლობისა იყო. რაზმში თავი მოეყარათ სხვადასხვა პროფესიის ხალხს, ოფიცრებს, ვექილებს, ექიმებს, მასწავლებლებს, სხვადასხვა დაწესებულებათა მომსახურეებს და სტუდენტებსა და სტამბისა და ტრამვაის ორიოდე მუშას. ნაციონალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების შეერთებული რაზმისათვის არავის არ გაუწევია წინააღმდეგობა და იგი თავისუფლად შევიდა დამფუძნებელი კრების შენობაში, რადგან სასახლის მცველი გვარდიელები მენშევიკების მიერ წინასწარ გაფრთხილებული იყვნენ. უცებ დარბაზში გენადი ქადაგიშვილმა სამფეროვანი დროშა გაშალა. საგანგებო ჩოხაში გამოწყობილმა ესტატე მაყაშვილმა, პლატონ მოგველაძემ, ერემო გოდებანიძემ და სხვებმა ხელი დასტაცეს. სასახლის თავზე ავიდნენ, წითელი დროშა ჩამოხსნეს და მის ნაცვლად დამფუძნებელი კრების შენობის თავზე სამფეროვანი დროშა აღმართეს. ამის შემდეგ ნაციონალ-დემოკრატებმა და ფედერალისტებმა თავის რაზმელებთან ერთად სასახლის ბაღში მიტინგი მოაწყვეს. მიტინგზე ესტატე მაყაშვილი, პოლკოვნიკი გედევანიშვილი, ერემო გოდებანიძე, პლატონ მოგველაძე გამოვიდნენ. ორატორები ევროპას აქებდნენ, საბჭოთა რუსებს კი აგინებდნენ, ბრაზობდნენ, იმუქრებოდნენ და ასე გასინჯეთ. იმ გულუბრყვილო და მიამით ზოგ მენშევიკსაც არინდობდნენ, რომელიც დამფუძნებელი კრების შენობის თავზე პროლეტარული დროშის ნაცვლად ეროვნული დროშის აღმართვას სამწუხარო ფაქტად თვლიდა და მთავრობისაგან განმარტებას მოითხოვდა. მენშევიკების მიერ ჩადენილმა ამ აქტმა აღშფოთება გამოიწვია მუშათა რიგებში. დიდი სამუშაო გაუჩნდათ იმ ღამით სტამბის მუშებს, ბათლომე მახათაძეს, შაქრო ხახუტაშვილს, კარო იარალოვს და სხვებს, რომლებიც დიდუბეში ძველი მუშის ნიკოლოზ მარკოვის სახლის სარდაფში მშრომელებისადმი მიმართულ ბოლშევიკური პარტიის მოწოდებას პროკლამაციას ბეჭდავდნენ. საქართველოს მენშევიკური მთავრობა იძულებული გახდა ნიღაბი ჩამოეხადა და თავისი გამცემლური სახე ეჩვენებინა. ასე იწყებოდა ის პროკლამაცია, რომლის ტექსტი სერგო ქავთარაძემ შეადგინა და დიდუბის სტამბაში კარო იარალოვმა თავისი გარმონით მიიტანა.